ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს უფლება წართმეულ პატიმრებს რწმენა ვერ წაართვეს. ეს კადრები ღმერთის იმედად დარჩენილი მსჯავრდებულების ყოფისა უტანელ სიმძიმეს მკაფიოდ ასახავს. ხონის მე-13 პენიტენციური დაწესებულების კარი წლების შემდეგ დღეს პირველად გაიღო. კარცერები, სამარტო ოსაკნები, საცხოვრებლები და სასადილო. ურთულესი სანახავია ის, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს პატიმრების ყოველდღიურობა იყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა რეჟიმის სისასტიკის უცვლელი სახით შემორჩენილი მტკიცებულება ადგილზე პირადად დაათვალიერეს. ჩვენ ნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც როგორც ყოფილმა ერთ-ერთმა აქ მყოფმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007, 2008, 2009 წლებში. ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებს და ის თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, იმიტომ რომ ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან ჰქონდათ აკრძალული და დაკარგული და რა თქმა უნდა ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას დაერთვება თან როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალა ხონის ნომერ მე-13 დაწესებულებისა, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობისა. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს ჯიდა და შემდეგ არაადამიანურდა წამების მოპყრობის და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე. ანტისანიტარია, უჰაერობა და სამყაროს განიზოლირება ირკვევა, რომ ასეთი პირობების მიუხედავად მსჯავრდებულები ხონის ციხეში მოხვედრაზე ოცნებობდნენ, რადგან პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ტოტალური წამების ფონზე ეს დაწესებულება შედარებით ნაკლებად სასტიკად მიიჩნეოდა. კარცერები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ 4 კვადრატმეტრში, როცა 6 ადამიანი არის და შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა, ეს კარცერი კი არ არის, ეს არის ადამიანის შეგნებული წამება, სულ რო არცა მაინც წამებაა. ჩვენს კომისიაზე რასაც ყვებოდნენ ყოფილი პატიმრები, როცა 1 კვადრატულ მეტრ, ისა 1.5 კვადრატულ მეტრ ფართობში, სადაც არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი, პირდაპირ ბეტონზე იყვნენ და იქაც ხშირად წყალს უსხამდნენ და იქ იყვნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში და თან ყოველდღიურად სცემდნენ, ეს უკვე ცემის გარეშე წამება, ამით უმეტეს იმ ცემით დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და მთელი ცხოვრება შერყეული ჯანმრთელობით არიან დღემდე. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს პირობები ყოფილა სანატრელი პატიმრებისთვის და აქ მოხვედრისთვის ხალხი ლოცულობდა, თხოვდა ვიღაცებს და უნდა რაღაცნაირად ვიღაცასთან უნდა ჩაგეწყო საქმე, რომ აქ ამ ადგილას მოხვედროდი. იმ პირობებში, რაც ჩვენ ვნახეთ. რაც კომისიაზე გავიარეთ და მოვისმინეთ ჩვენ ძალიან ბევრი პატიმრის ისტორია, იმ ციხეებიდან ალბათ მარტო ეს არის დარჩენილი, დანარჩენი ყველა უკვე აღარ არსებობს და ახალი შენობებია და ახალი პირობებია და ყველა მიცის დღევანდელი რეალობა რაც არის. პატიმრებისთვის დღეც მძიმე იყო და ღამეც. 750 მსჯავრდებულზე გათვლილ ციხეში სააკაშვილის ხელისუფლებას 1000-ზე მეტი პატიმარი ჰყავდა შესახლებული. ვისაც ვერ ატევდნენ ეზოში, კარვებში უჩენდნენ ადგილს. 2007 წელი იქნებოდა, როცა შემოიყვანეს 1100 კაცამდე იყო შეიძლება მეტის მსჯავრდებულები, რომლებიც მოიხსენება საცხოვრებელი ბარაკში არ იყო ტევა და გარე პერიმეტრზე დაწესებულების ტერიტორიაზე ცელოფნის პარკებით იყვნენ, პოლიეთილენის პარკებში იყვნენ შემოხოვილი და ისე იყო ღამე, ისე ეძინა და ისე იყვნენ მსჯავრდებულები. გაუსაძღლის პირობებს ბევრმა ვერ გაუძლო. რეჟიმს ხონის მე-13 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრები რამდენჯერმე გაექცა, მათ შორის 150-ზე მეტი ნიკა გვარამიას იუსტიციის მინისტრობის დროს.
აღნიშნულ დაწესებულებას უკავშირდება პატიმარ ზურაბ ცინცაბაძის ისტორიაც, რომელიც 2005 წელს ციხეში ჩამოხრჩობილი იპოვეს. დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მოკლეს. წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქმე არ გამოიძიეს. უფრო მეტიც აღმოჩნდა, რომ ყოფილი ცოლის წერილი, რომელიც თითქოს პატიმრის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, სინამდვილეში მსჯავრდებულის გარდაცვალების შემდეგ დაწერეს. ზურაბ ცინცაბაძის ამბავი გახმაურდა, თუმცა ვინ იცის, რამდენ გაუხმაურებელ ფაქტს ინახავს ეს კედლები. ხონიც მე-13 პენიტენციურმა დაწესებულებამ ფუნქციონირება 2011 წელს შეწყვიტა, თუმცა უცვლელად არის შემონახული ის სასტიკი რეალობა, რომელშიც ლოცვის იმედად დარჩენილი პატიმრები სააკაშვილის მმართველობის დროს ცხოვრობდნენ.